შეგიღებიათ სააღდგომო კვერცხი ფლომასტრით? მოდით ერთად ვნახოთ თუ რა გამოგვივა. ამისთვის დაგვჭირდება მოხარშული კვერცხი, თბილი წყალი, ძმრით, რა თქმა უნდა, ფუნჯი, სამზარეულოს ქაღალდი და ის ფერები, რომლებიც ჩვენ გვიყვარს. ქაღალდი ისე უნდა იყოს გაფერადებული, რომ კვერცხი მთლიანად დაიმალოს ამ ნახატში, იმისთვის, რომ სრულყოფილი შედეგი მივიღოთ. მას შემდეგ, რაც დავწმუნდებით, რომ კვერცხი მთლიანად დაფარულია ნახატში, დავასველებთ ქაღალდს თბილი და ძმრიანი წყლით. გავაჩერებთ, სანამ სრულად არ გაშრება. გაჩრობას დაახლოებით ჭირდება 20 წუთი, შეიძლება 9 საათიც. ჩვენ გავაკეთეთ სხვადასხვა ფერებით, სხვადასხვა ხაზები და ერთიანად, როდესაც ეს დასველდა, ასე ვთქვათ, აჭრელდა. ამიტომ ერთ ფერში გავაკეთეთ მარტო მწვანე ფერის კვერცხი, სხვა შემთხვევაში რამოდენიმე ფერი ავურიეთ ერთმანეთს და მერწმუნეთ, შედეგი მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა. თქვენს თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ სხვადასხვა ფერი შეურიოთ, რომ უფრო ფერადი, ჭრელი და ლამაზი გამოვიდეს. ახლა კადრში ხედავთ ერთ ფერში შეღებილ კვერცხსაც, ეს არის საღებავის დახმარებით გაკეთებული, ხოლო ზედა მხარეს ჭრელი კვერცხების პირველი ხუთეული ფლომასტრით გაფერადებულის შედეგია. სცადეთ თქვენც.